სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს იგავს ტალანტების შესახებ და კერძოდ უფალი ამბობს ასე. რაჟამს წარვალ კაცი, ანუ რაჟამს მიდის კაცი და კაცი არის იესო ქრისტე ამიგავში. თავის მონებს მოუწოდებსო და მისცემსო ზოგს ხუთ ქანქარს, ანუ ტალანტს. ეს არის ვერცხლი, ფულის ერთეული. ზოგს მისცემსო ორს, ზოგს ერთს. და ვისაც მიცა ხუთი ტალანტი, იგი წავიდა სავაჭროზე დადო და ისევ ხუთი ტალანტი შეზინა, ანუ გააორმაგა ფული. ვისაც ორი მიეცა, მანაც გააორმაგა, ხოლო ვისაც ერთი ტალანტი მიეცა, მან დამარხა მიწაში ფულის ერთეული. და როდესაც მოვიდა თავიანთი ბატონი, მან მოითხოვა მათგან სიტყვის გება. წარმოუდგა პირველი და მან უთხრა, ხუთი ტალანტი მომეცი, აჰა, გიმატებ ზემოდან ხუთ ტალანტს. და მიიღო ქების სიტყვები, კეთილ მონაო სახიერო. მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავლოსა ზედა დაგადგინო შენი. ორი ტალანტი ვინც მიიღო, მანაც იგივენაირად მოიმოქმედა, ანუ გააორმაგა ფულის ერთეული. ხოლო ვინც ერთი მიიღო, ის წარდგა მის წინაშე და უთხრა, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი იყავი. სადაც არ დაგითესავს, იქ იმგი. და შეკრებ იქ, სადაც არ განგიბნევია. ამიტომაც შემეშინდა და დავმარხე მიწაში ფული. ამიტომ აჰა გიბრუნებ შენ ფულს. და როგორი პასუხი მოისმინა? მონაო, ბოროტო. თუ კი იცოდი რომ სასტიკი ვიყავი და შენ ესე ფიქრობდი, მაშინ უფრო მეტად არ უნდა გაგეორმაგებინა, უფრო მეტი მცდელობა არ უნდა ქონოდა? და მოისმინა ესეთი სიტყვები ერთი ტალანტის მიღებმა. განხადეთ ეგე, ანუ გააგდეთ, გააძევეთ გარესკნელის ბნელში, სადაც იქნება ტირილი და ხრჭენა კბილთა. და გამოართვით მას ის ერთი ტალანტი და მიეცით ვისაც 10 აქვს, რადგან ვისაც აქვს იმას მიემატება. და ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც მას გააჩნია. და რას ნიშნავს ახლა ეს იგავი? ტალანტი, ანუ ფულის ერთეული, ეს არის ნიჭი, სულისა წმინდისა, მადლი. ხუთი ტალანტი ვისაც მიეცა, ეს ადამიანები სიტყვის მსახურები არიან, მღვდელმთავრები, მკვლები, დიაკვნები და საერთოდ ყველა, ვინც მადლი სულისა წმინდისა მიიღო. ჩვენი ძალისამებრ, რას ნიშნავს ძალისამებრ, რომელიც სახარებაში წერია? ჩვენი რწმენისა და სიწმინდის შესაბამისად თითეული ადამიანი იღებს სხვადასხვა ნიჭებს. ანუ რომელ კალათსაც გაუწოდებთ ღმერთს, საჩუქარს იმ კალათში გვიდებს. თუ მცირე იქნება ეს ჭურჭელი, რა თქმა უნდა, საჩუქარიც იქნება მცირე. თუ დიდია ეს კალათი, საჩუქარიც იქნება დიდი. ეს არის უკვე ჩვენზე დამოკიდებული. ნიჭი, რომელსაც ღებულობს ადამიანი, ეს იქნება, თქვათ, სიტყვა, ეს იქნება სიმდიდრე, ეს იქნება ძალაუფლება, ანუ ხელისუფლება, ეს იქნება, თქვათ, გონებრივი ძალა, თუ ოსტატობა. ის ადამიანი აორმაგებს, როგორც ამბობს წმინდა თეოფილაქტე, ანუ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი.
რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვების სარგებლობისათვის ზრუნავს. და მიწაში ჩამფლელია ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა სხვათათვის ზრუნავს. ამდენად ის მონა დაიჟება, რომელიც აი ეს ნიჭები, რომლებიც ჩამოვთვალეთ, სიმდიდრე იქნება, კიდე ოსტატობა ავიღოთ, ნებისმიერი რამ, მხოლოდ საკუთარი თავისათვის როცა მოიხმარს, არა სწავლის სხვას არა სარგებლებ. ამდენად შენ მარხავ აი ამ ნიჭს და აუცილებლად ესეთი ადამიანი დაიჟება. ქრისტიანობა ნიშნავს, რომ შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. და თუ ამას არ აკეთებ და მარტო საკუთარი თავისათვის ფიქრობ და ზრუნავ, მაშინ შენ გათელე ცნება, მეორე ცნება, შეიყვარო მოყვასი შენი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, იცოდეთ, რომ ვისაც მინდობილი აქვს 5 ტალანტი, ის მასწავლებელია, ხოლო ვისაც 1 ის მოსწავლე. ხოლო თუ კი მოსწავლე იტყვის, მე მოსწავლე ვარ, რა მესაქმებაო და დამალავს ამ საზოგადო ღვთისგან მათ მიერ მიღებულ სიტყვის ნიჭს, ისე რომ მას ოდნავაც არ გაზრდის, თუ კი არ დაიწყებს არც დარიგებას, არც რჩევას, არც მხილებას, არც შეგონებას, როცა შეუძლია, არამედ მიწაში ჩაფლავს. მართლაც გული, რომელიც ღვთის ნიჭს მალავს, მიწა და ფერფლია. მას თუ კი დამალავს ან სიზარმაცით ან უხთოებით, მაშინ გასამართლებლად არ გამოადგება ეს სიტყვები. მხოლოდ 1 ტალანტი მაქვსო, შენ 1 ტალანტი გქონდა? გმართებდა კიდევ 1 მაინც მოგეტანა, ტალანტი გაგეორმაგებინა. შენ რომ კიდევ 1 მოგეტანა, დამნაშავე არ იქნებოდი. 2 ტალანტის სარგებლით მომტანსაც უფალმა არ უთხრა, 5 რატომ არ მოიტანეო? არამედ ისეთივე ჯილდოს ღირსი გახადა, როგორისაც 5 ტალანტის სარგებლით მომტანა. რატომ? იმიტომ რომ იგი იმდენს აკეთებდა, რამდენიც შეეძლო. სიზარმაცეს არ მისცემია იმის გამო, რომ 5 ტალანტის მიმღებზე ნაკლები მიიღო. ნიჭის სიმცირე უზრუნველობისთვის არ გამოიყენა. ასევე შენს არ გმართებდა 2 ტალანტის მქონესთვის გეყურებინა. ან დაუკეთ რომ თქვათ, მისგანაც მაგალითის აღება იყო საჭირო. 2 ტალანტით, როგორც იგი ბაძავდა 5 ტალანტის მქონეს, შენს ისევე გმართებდა 2 ტალანტის მქონესთვის მიგებაძა. თუ კი სიმდიდრის პატრონს, რომელიც ღარიბებს არ სწყალობს, სასჯელი ელის, მაშინ იმას, ვისაც შესაძლებლობა აქვს რამენაირად დამოძღროს და ასე არ იქცევა. განაუდიდესი სასჯელი არ ელის, იგი სხეული იკვებება. ანუ იქ სხეული იკვებება, აქ კი სული. იქ შენ დროებითი სიკვდილისგან იხსნი, ხოლო აქ მარადიულისგან. მაგრამ იტყვი, მე სიტყვის ნიჭი არ მაქვსო. არც არის საჭირო განსაკუთრებული სიტყვის ნიჭი, ანუ მჭერმეტყველება. როცა ნახავ, რომ მეგობარი მრუშობს, უთხარი, ავ საქმეს აკეთებ. ნუ თუ არ გცხვენია, ნუ თუ სინდისი არ გაწუხებს, ეს ხომ ბიციერებაა თქო. მაგრამ იტყვი შენ, განამან არის ის, რომ ეს მანკიერებაო. რა თქმა უნდა იცის, მაგრამ გულის თქმა იტაცებს. გაფრთხილება სჭირდებათ. ვინც ვნებით არის შეპყრობილი, მას საკუთარი თავის განკურნება ადვილად არ შეუძლია. ამიტომ შენ ჯამრთელი, მის მკურნალობას უნდა შეეწიო. თუ კი იგი შენი სიტყვებით არ დარწმუნდება, მაშინ უთვალთვალე, როდის მიდის და დააკავე. შესაძლოა შერცხვეს, მაგრამ მას რას არგებს, იტყვი შენ. თუ ამას ჩემ გამოიზამს, თუ კი მე შევაკავებო. მეტისმეტად ბევრს ნუმსჯელობ, თავდაპირველად იგი ბიციერი საქმისაგან
რამენაირად შეაკავე და მიეჩვიოს, რომ ამ უფსკრულში თავს არ იგდებდეს. შენგან შეჩერდება თუ სხვა რამისგან, ეს სარგებელს მოიტანს. როცა მას შეაჩვევ, იქ არიაროს, მაშინ ნელ-ნელა დაამშვიდებ და შეგიძლია ასწავლო, რომ ეს ღვთის გულისათვის არ უნდა გააკეთოს და არა ადამიანისთვის. ნუ შეეცდები ყველაფერი ერთბაშად გამოასწორო. ეს შეუძლებელია, არამედ თანდათანობით და ცოტ-ცოტაობით გამოასწორე. თუ კი დაინახავ, რომ საღრეობოდ, საქეიფოდ მიდის, აქაც ასევე მოიქეცი და ამათთან სთხოვე, რომ ისიც დაგეხმაროს და შეგაგონოს, თუ კი შენში რამე ნაკლს შეამჩნევს. მაშინ იგი საკუთარი თავის მხილებას დაიწყებს. როცა ნახავს, რომ მხილება შენს გჭირდება, რომ შენ მას ეხმარები არა როგორც ყველაფერში გამოსწორებული ადამიანი, არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მეგობარი და ძმა. უთხარი მას, მე შენთვის გამოსადეგი ვიყავი, როცა შეგახსენე, რაც სასარგებლო იყო. შენც თუ კი ჩემში რამე ნაკლს შეამჩნევ, შემაკავე და გამომასწორე. თუ კი მნახავ, რომ რისხანებ ან ვიხვეჭ, გამაჩერე, შენი დარიგებით ამლაგ მეთქო. აი ეს არის მეგობრობა. აი როგორც წერია ბიბლიაში, ძმაი ძმისა შემწეი, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი. მართლაც მეგობრობა ის კი არ არის, რომ ერთად ჭამოთ და სვათ. ასეთი მეგობრობა ყაჩაღებს და კაცის მკვლელებსაც აქვთ. არამედ თუ ჩვენ მეგობრები ვართ, თუ ერთმანეთზე ჭეშმარიტად ვზრუნავთ, მაშინ ერთმანეთს სწორედ ამაში უნდა დავეხმაროთ. აი რას მივყავართ კეთილის მყოფელი მეგობრობისკენ. აი რას შეუძლია ჩვენი გენისგან ხსნა. ამგვარად არც მხილებული არ უნდა დაღონდეს, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ნაკლოვანებები გვაქვს. არც მამხილებელმა ეს დაცინვით, ზიზღით ან გასახმაურებლად არ უნდა გააკეთოს, არამედ ცალკე და სიმშვიდით. მამხილებელს სწორედ უდიდესი მყუდროება უნდა ჰქონდეს, რათა მხილებული მტკივნეული კურნების გადასატანად განაწყოს. განაექიმებთან ვერ ხედავთ, როცა ისინი მოწვავენ ან მოკვეთენ, ამას როგორი სიმშვიდით აკეთებენ. ასე მით უმეტეს მამხილებლები უნდა მოიქცნენ, იმიტომ რომ მხილება ცეცხლსა და რკინაზე ძლიერ აღიზიანებს. ექიმები ყოველ მხრივ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მსუბუქად მოკვეთონ და მას შემდეგ, რაც მოკვეთას შეუდგებიან, შეჩერდებიან ხოლმე, რათა ავადმყოფს დასვენების საშუალება მისცენ. მხილებაც ასე უნდა, რათა მხილებული არ გაგეცალოთ. ამასთან, თუ კი შეურაცხყოფის მოსმენაც მოგვიწევს, ანდა დარტყმებსაც ვიგემებთ. არ უნდა გავჩერდეთ. მტკივნეული კურნალობის დროსაც ავადმყოფი მკურნალებს ბევრს უყვირის, მაგრამ ექიმები ყურადღებას არაფერს აქცევენ, გარდა ტანჯულთა ჯანმრთელობისა. აქაც ასევეა საჭირო. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხილებამ სარგებელი მოიტანოს. მომავალი ჯილდოს გათვალისწინებით, ყველაფერი უნდა გადავიტანოთ. ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ, ამბობს პავლე მოციქული, და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ანუ ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთო. ამგვარად, როგორც მხილებით, ისე ერთმანეთისგან მხილების ატანით, ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს განგებულება აღვასრულოთ. ამგვარად თქვენ შრომას ჩვენს შეგვიმსუბუქებთ. მოძღვრებს, როცა ყველაფერში დაგვეხმარებით, ხელს გამოგვიწვდით, თანამონაწილენი და თანამზრახველები გახდებით, როგორც ერთნი მეორეთა ხსნაში, ისე თითეული საკუთარ თავისაც. მას ავიტანოთ
იმითაც რომ ურთიერთა სიმძიმე ვიტვირთოთ და იმითაც რომ ერთმა მეორე ვამხილოთ, რათა ჩვენთვის აღთქმული სიკეთეებს ვეღირსოთ. მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი, რომ ღმერთს არ მიუცია იმ ადამიანში, თქვათ, მორჩილების უნარი. და როგორ შეიძლება რომ მორჩილება მოითხოვოს თქვათ იმ ადამიანისგან. აქაც ერთი ტალანტის მიმღები ადამიანი ნახეთ რას ამბობს. უწყოდი რამე თუ სასტიკი იყავიო შენო. ანუ აქაც იგივეს ეუბნება, ვისშიც არ ჩაგითესავს, არ მიგიცია, იმას იღებ ადამიანებისგან. ანუ იმას მოითხოვ შენ ადამიანებისგან. ამიტომ შემეშინდაო და მიწაში ჩავფალიო შენი მოცემული ფული. მაგრამ ამან ვერ გაამართლა. პირიქით, უფრო დიდი საყვედური მიიღო, რადგანაც თუ ესე იცოდი, რომ ესეთი ვიყავი მე და ესე შენ ფიქრობდი, ანუ შენ წარმოდგენაში ესეთი პიროვნება მე ვიყავი, მაშინ უფრო მეტად მცდელობა არ უნდა დაგეკლო. უფრო მეტად უნდა შეგშინებოდა და გაგეორმაგებინა ეს ფულის ერთეული. ასეთივეა ადამიანი და ასევე ვფიქრობთ ჩვენც, რომ არ მოგთხოვს არაფერს. თითქოს ეს შენაძენი, ეს იქნება გონებრივი, ეს იქნება ძალაუფლება, თქვათ, ადამიანი გინდა პარლამენტარი გახდეს, გინდა შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ საერთოდ პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ან სახელმწიფო თქვათ მოხელე, რაღაცაში ხელი მიუწვდება, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს, რაღაცა პროგრამები შექმნას ადამიანთა კეთილდღეობისათვის, იმიტომ რომ ამისთვის არიან არჩეულნი, მაგრამ ამას თქვათ არ აკეთებენ, არამედ საკუთარი პირადი სარგებლობისათვის მხოლოდ იღწვიან, ესეთი ადამიანები ისევე დაიჟებიან, როგორც ერთი ტალანტის მიმღები. ასევე გინდა ოსტატი ავიღოთო, ამბობს წმინდა თეოფილაქტე, თუ შენ არავის არ ასწავლი და არც არავის არ ეხმარები, შენც ასევე დაიჟები, როგორც უხმარი მონა, როგორც გამოუსადეგარი, მიმღები ამ ნიჭისა, მაგრამ არა გამავრცელებელი, ანუ სარგებელი არავისთვის არ მოგავს. ამიტომ უნდა ვეცადოთ და სარგებელი ამ სახარებიდან ის არის, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, არამედ სხვებზედაც იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. როდესაც ხედავ ადამიანს გაჭირვებულს, ჭერი არ ადგას თავზე, აუცილებლად თუ შენ ოსტატი ხარ, აუცილებლად უნდა დაეხმარო მას. ეს არის კაცთმოყვარეობა. ამის გარეშე ცხონება შეუძლებელია, ვერ გადავრჩებით. და არავინ არ იფიქროს, რომ არც ქონება, არც გონებრივი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს ჩვენი მონაპოვარია. არავინ არ იფიქროს, ეს არის ღმერთის მიერ მოცემული და აუცილებლად მოითხოვს ჩვენგან ანგარიშს და ამას გვეუბნება სწორედ დღევანდელ სახარებაში. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ვიღვაწოთ არა მარტო საკუთარი სულის გადარჩენისათვის, არამედ სხვათა ჩვენი ოჯახის წევრებისა, ნათესავებისა, ახლობლებისა და მეგობრების გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც ისევე დავისჯებით, როგორც ერთი ტალანტის მქონე. განხადეთ იგი ბნელსა მას გარესკნელსა, ანუ გარესკნელის ბნელეთში ჩააგდეთ, სადაც იქნება ტირილი და ხრჭენა კბილთან. რას ნიშნავს? ეს არის უკვე ჯოჯოხეთი. ზოგიერთი სასულიერო პირი ამბობს, რომ ღმერთი არავის არ სჯის. აბა რა არის ეს სიტყვები? განხადეთ იგი ბნელსა მას გარესკნელსა. ეს არ არის სასჯელი. ნუ საოცარი რამ არის? ან
სახარება არ წაუკითხავთ, ან წაუკითხავთ და ვერ გებულობენ, ან ადამიანთა საამებლად აკეთებენ ამას და აძინებენ ადამიანებს. ღმერთი არავის არ იცის, ღმერთი არის მხოლოდ მოწყალე, როგორც გინდა იცხოვრე, იმრუშე, ნარკომანი გახდი თუ ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ღმერთი მაინც ყველაფერს გვაპატიებს. რა თქმა უნდა, ესე არ იქნება. ღმერთი პატიობს მას, ვინც ინანიებს, ცოდვებს და ამისათვის ეპიტიმიას ასრულებს, ანუ სასჯელს იტვირთავს. მაგრამ თუ ასე არ მოიქცევა აქვე დედამიწაზე, მაშინ სამართლიანი მსაჯული მას განჟის და დამნაშავე აქ არა ღმერთი, არამედ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც მოგვეცა გონება და რომლებთაც მოგვეცა თავისუფალი ნება, რასაც გვინდა იმას ვირჩევთ და იმას ვაკეთებთ. გინდა ღმერთთან, შეგიძლია ეს აღასრულო. გინდა სატანასთან იყო, შეგიძლია ესეც აღასრულო. ჩვენზეა ყოველივე დამოკიდებული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.